მოგესალმებით ყველას თბილისის დროით 11 საათი და 12 წუთია ჩვენ თქვენთვის და თქვენთან ერთად ტრადიციულად ვიწყებთ მუშაობას. ჩვენი ყურება შეგიძლიათ რადიო 1G საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო ჩვენი მოსმენა ტალღა FM 102.4 ჩვენთან კონტაქტი 240 91 მე მარცხენა მხარს მიმშვენებს, ესე იგი აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სიმპათიური მამრი და მთელი ჯანაშვილი. მადლობა წარდგენისთვის, გამარჯობა, მივესალმებით ჩვენს მსმენელს ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ჩვენი გადაცემა რას ურთქალებს უკვე პირდაპირ ეთერშია, თქვენთან ერთად რა თქმა უნდა. დღეს ჩვენ როგორც ბოლო პერიოდში უკვე დავნერგეთ ჩვენს დილის გადაცემასთან, ტელეს დილის გადაცემასთან ერთად, სწორედ იმ თემაზე, რაც მათ დაიწყეს დილით საუბარი და განავრცეს, იმ თემას გავაგრძელებთ ჩვენ ოღონდ სხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, ვინც უყურეთ უკვე დილის გადაცემას და ახლობით გეცოდინებათ ჩვენ რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, სადაც ჩვენც დაგვინახავდით ჩვენი ანონსით, ჩვენს სტუმრებთან ერთად სტუმრებს მოგვიანებით წარმოგიდგენთ, თუმცა ძალიან რთული და მძიმე დღე იყო, მე მინდა მსოფლიო ომებს შევეხმიანოთ და აუცილებლად თქვა მაინც და ჩვენი პოზიციაც დავაფიქსიროთ, რა თქმა უნდა, ძალიან ესეთი ტრაფარეტული გახდა ეს პოზიციის დაფიქსირება, დაგმობა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ აქედან ამ ეტაპზე ადამიანურად წუთას მეტი არაფერი არ შეგვიძლია ალბათ, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ამ ყველაფერს გამართლება არ აქვს. მე გულისხმობ, რა თქმა უნდა, თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე. კი, ნამდვილად არ ვიცი რა ვთქვა და როგორ ვთქვა. უბრალოდ ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ აი ყოველთვის როცა რაღაც ხდება, გაფიქრებინებს იმაზე, რომ ძალიან დიდი სისულელეა წვრილმანებზე ნერვიულობა, ნამდვილად, როდესაც დილას იღვიძებ, მზე ამოდის და რაღაცნაირად გიჭყიტინებს თვალებში, გვერდზე ოთახში წვანან ადამიანები, რომლებიც ყველაზე ძალიან გიყვარს, ამ შემთხვევაში მე ჩემს შვილებს გულისხმობ. ეს ყველაფერი გაიძულებს იფიქრო, რომ არ ღირს მართლა ნერვიულობა, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც გუშინ დაიღუპა, მიდიოდნენ ან სამოგზაუროდ, ან ბიზნეს შეხვედრაზე და საერთოდ არ ელოდნენ ალბათ თავიანთი ცხოვრების ესეთ დასასრულს და ძალიან ცუდია, როდესაც ესეთი არაკანონზომიერი რამეები ხდება მსოფლიოში და არ ვიცი მე რომ მქონდეს საშუალება და ტრიბუნა, ალბათ მოუწოდებდი მსოფლიო ლიდერებს, რომ კი არ დაიშალოს მარტივ მომრავლებლად მსოფლიო გაერთიანდეს ტერორიზმის წინააღმდეგ, თუმცა ეს ცდება ჩვენი კომპეტენციისას და გადაცემის ზღვარსაც და ამიტომ ესეთი შემოვიფარგლებით ამითი სამწუხაროდ მართლა მეტი არაფერი შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია ქაქანი მე პირადად აუსრულებლად იმაზე თუ როგორ შეიძლება გახდე იმაზე ლამაზი ვიდრე ხარ. პრინციპში ხა თქვენ მე რაცაც მიცნობთ ყველა ეთერიდან ალბათ დამეთანხმებთ რომ მეტი სილამაზე უბრალოდ უხერხული იქნებოდა და ამიტომ დათომწერად გიდოს ჩვენ სტუმრებს წარვადგენთ, ჩვენ დილის გადაცემაში უკვე ვნახეთ სილამაზე რომ მსხვერპლს მოითხოვს და დღეს აღმოვაჩინეთ. დილას უფრო ლამაზი ვიყავი ნამდვილად. არა მხოლოდ მსხვერპლს ტელესთვის გრიმით მიკეთია ხოლმე და ეხლა უბრალოდ ვერ მოვასწარ. იცი სამ სტუმრებს წარვადგენთ, მე ჩვენს გადაცემაში ბევრჯერ გხსენებია ესა თუ სტერეოტიპი და ვებრძვით და ვცდილობთ ხოლმე რომ გამოვარკვიოთ საიდან არის, მაგრამ არ ვიცი ეს სტერეოტიპიც არ არის ალბათ გამოთქმასავით არის, მაგრამ მე ჩემს ბავშვობაში უფროსებისგან, მამების თაობისგან უფრო ხშირად მსმენია ხოლმე ასეთი ფრაზა, რაღაცნაირი თავის თავში ძალიან ალბათ ერთის მხრივ სექსისტური ფრაზაც, ხო და მეთანხმები ალბათ ფრაზა, რომელიც ჟღერს ძვირად შესანახი ქალი. კი, უფრო რა. ძვირად შესანახი ქალი რაღაც მაგას რა უპატრონებს რაღაცას. მე მაგალითად მეტალო ალერგია მაქვს და პლატინა უნდა გეკეთოს მაგრამ. მარტო ოქროს შემიძლია გავიკეთო და ყოველთვის ესე მომართავ ხოლმე ჩემო ამ სიტყვის პირდაპირ და გადაწყენა მნიშვნელობით. ამ მაჩვენებლით შენც მოგათავსებდნენ ალბათ იმ კატეგორიაში ზემოთხსენებულში ძვირად შესანახი. კი, ალბათ ხო ეტყობა, არ ვიცი, მაგრამ ნუ იქიდან გამომდინარე რომ არ მიყვარს სამკაულები, ესე იგი ეს ძალიან ძვირად შესანახი, ნამდვილად არ, თუმცა მიყვარს ფიტნესი, მიყვარს აუზი, მიყვარს სპა და ასე შემდეგ. ჩამოთვალა, დავთვლით ჩვენ მაგას რა მიყვარს და რა ვიცი. ეხლა მოდი დავთვალოთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, რომელსაც ნამდვილად არ ჭირდებათ ძალის ხმევა არანაირი, რომ იყვნენ ძალიან ლამაზები. ეთე მოდი ბოდიშს მოვიხდი ძალიან დიდ ბოდიშს და ვიქნები საშინელად სუბიექტური. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც მე უნდა წარვადგინო, არის ჩემი ფავორიტი ქართულ მსახიობ ქალებს შორის. იმიტომ კი არა რომ იმ სერიალში სადაც მე პატარა წვრილი მიმიძღვეს გულისხმობ ცოლებს და ქმრებს, იგი მთავარ როლს ასრულებს. არც იმიტომ რომ არის ძალიან საყვარელი, უბრალოდ მიმაჩნია რომ ძალიან
ნიჭიერია, ძალიან ლამაზია და ყველაფერს ახერხებს ერთად, იყოს გადასარევი დედა, იყოს მუდმივად ფორმაში და იყოს ძალიან კარგი მსახიობი. მე მინდა წარმოგიდგინოთ მაია გელოვანი, მსახიობი, რომელიც ჩვენი სტუმარია და ნივე სალმო. გამარჯობა მაია, მადლობა მომწონებისთვის. მიკროფონის შესკენ. მადლობა. ცოტა გავწითლდი, ისე წარმადგინა ქეთი, დიდი მადლობა და სამაგერთ ქეთი ისე წარგადგინა სხვა გამოსავალი არ დამიტოვა, გარდა იმისა, რომ მეც ასევე ფავორიტად წარმოვიდგინე. ნამდვილად, აი ეს მინდოდა ეს ქეთის ფავორიტი რა ხან წარმოვიდგინე, მაშინ მე ჩემს ფავორიტს წარმოვიდგინე ამ შემთხვევაში და იგივე ეპითეტებს აბსოლუტურად ძალიან გულახდილად და თამამად გამოვიყენებ, ძალიან ლამაზი, ძალიან ნიჭიერი, მომხიბლავი და თუ კი რა მის არსებობს ამ ქვეყანაში შეიძლება ყველაფრის მისი ერთად ყველაფერს ვერ ჩამოთვლი, მაგრამ ერთი რაც ზუსტად ვიცი ჩვენთან ეთერშიც იყო მაშინ მის ვიცე თბილისი გახლავთ ნინა ტაველიშვილი. ნინა, გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა, მადლობა ეს შეფასებისთვის. ესე ფავორიტები არის და ესე იგი ახლა დას ველოდებით ხმების მიცემას და რა ვიცი. იცი, მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა არხის სერიალია და ასე შემდეგ, ნუ ხა სერიალია და ყველა უყურებს და ამიტომ პრობლემა არ არის. მაიას არ ვიცნობდი, მაგრამ რაღაც სერიალი წავიდა იქითკენ, რომ მაიას გმირი, ქალბატონი რუსუდანი არის პარფიუმერიაზე, თავის მოვლაზე ჩაციკლული ადამიანი და მაია ესეთი არ არის, ხო ესეა? არა, ნამდვილად არა ვარ ესეთი, თუმცა მიყვარს თავის მოვლა, მაგრამ აი ესე ძვირად შესანახი ქალი არა ვარ, მოკლედ. აი, რამდენად შესანახი ვარ. იცი რა არის, მე მყავს, კარგად, კატეგორიები არსებობს. ჩემთვის არის კატეგორიებად არიან ქალები დაყოფილი. მე მყავს მეგობრები, რომლებსაც აი სახში რომ მიხვალ მათთან, აი პარფიუმერიის, სუნამოების კოლექცია აქვს, აი გაუხსნელი უდევთ ბევრი, 1-7 სუნამო გახსნილი, 6 გაუხსნელი ტუში, არ ვიცი, ტუჩსაცხი, ბევრი რაღაცებია. რომელსაც შეიძლება საერთოდ არ ხმარობენ, მაგრამ აი ყიდულობენ, იმიტომ რომ რაღაცა მოეწონებ. მე ამ კატეგორიას არ განვეკუთვნებ. მე ზუსტად ვიცი რა მინდა, რა მჭირდება და მაგ კარგი, მაგრამ თითო-თითო. ანუ როცა დამთავრდება ის, ამოიწურება მე ყიდულობ ახალს. აი ეს არ მაქვს, რომ აი ბევრი ვიყიდო და არ არის ჩემი გატაცება დიდად. კონკრეტული რაღაცა რაც მჭირდება და ხმარობს ხოთაშორის მინიმალურად, ის უნდა მქონდეს, მაგრამ კარგი. ხო, მოდი ჩვენ შეგვიძლია რაღაცა მემართულება მივცეთ, რას ნიშნავს ქალის შენახვა და ოღონდ ამ ფრაზას მოვაშოროთ სექსისტური მხარე და ჩავთვალოთ, რომ ქალის შენახვა კი ქალი თავისთავად შვენიერად და გადასარევად ნახავს, რა თქმა უნდა. ანუ რა შედის ამ ყველაფერში, დაწყებული ჩაცმა, დახურვა, თავის კანის მოვლის, ფიტნესი აუზი, ჩამოთვალოთ რაღაცნაირად რა არის ეს ყველაფერი, რაც ნუ ასე თუ ისე სასურველი და აუცილებელია. ნინა, რას ფიქრობ? ნუ დავიწყოთ ალბათ, სუნამო არ ვიცი რა. იცი, გუშინ როცა დათო გელაპარაკებოდა და გითხრადილას გაღვიძება ხო არ გჭირდებაო იქ ვიჯექი. შენ თქვი რომ 8-ზე იწყება შენი დილა ფიტნესით. ანუ ეს არის ის სადაც აუცილებლად დადიხარ, ხო? აუცილებელია. ნუ პირველ რიგში იმიტომ რომ მე თავად მუშაობ ფიტნეს ცენტრში და შეუძლებელი არ ვიყენებდე ფიტნეს ჩემს წესად არ მქონდეს. არა, არაფერი არ მიჭდება ჩემს უფესა, რა თქმა უნდა. აუზი მით უმეტეს, ანუ ძალიან კარგია. ასევე ანუ რაღაცა მამაკაცებისთვისაც ეს ცუდად ჟღერს ხოლმე საუნა, მაგრამ არაჩვეულებრივია საუნა, მით უმეტეს ქისა. ცუდად რატო ჟღერს მამაკაცებს? ანუ რაღაცა მსხვილი წარმოდგენები აქვს. 240 დამირეკეთ, რომ ჩაგრავენ მათხოვ უკვე. მამაკაცებმა დამირეკეთ და მითხარით. მე რატო ჩუდად დამირეკეთ და ჩაგვერთეთ საუბარში, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ რას ნიშნავს და რა ჯდება და რა უნდა შედიოდეს ქალის შენახვაში. ოღონდ რა თქმა უნდა, ნუ ვიკამათებთ ამ ფრაზის სექსისტურ მხარეზე ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ ბრჭყალებში გამოვიყენოთ ეს ფრაზა და ვთქვათ თუ რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოდი ხალხალისო და ისე დავთვალოთ. კარგი შემთხვევა და დავთვალოთ მეორე შემთხვევა, როდესაც შეგიძლია რომ ნუ არაფერი არ გააკეთო და მშვენივრად გახვიდე ფონს კიტრის ლოსიონით მაგალითად რაღაცა ისეთი მასაჟებით მეგობრების მიერ გაკეთებული ან იყიდება სპეციალური მასაჟი და ძალიან ისეთი ზეითუნის ზეთი არსებობს, იმიტომ რომ ანტიცელულიტური საშუალებები. მოდი ორივე დავთვალოთ. მოდი დავიწყოთ. ესე იგი რა ჯდება თქვენთან ფიტნეს მომსახურეობა? 114 ლარი ერთიანი ულიმიტო აბონემენტი. აჰა, ეს დავიწყოთ ამით. ეს რა შედის ამაში? 24 საათიანი მომსახურება, პირველადი კონსულტაცია ტრენერის და 8 ჯგუფური გაკვეთილი, ზუმბა, აერობიკა, პილატესი, სპინინგი და ბოქსი. ეს ფიზიკური აქტივობისთვის საკმარისია თუ კიდევ უნდა ვამატოთ რამე? არა,
საკმარისია ფიზიკური აქტივობისთვის. ნუ ამაში არ შედის აუზი. არა, აუზი არ შედის. კარგი, ვამატებთ აუზს. დათვალე რა, მე ამდენმა კი ბატონო, ჩამოვწერ ამ ყველაფერს ახლა რა თქმა უნდა. ჩამოვწერ და ყველაფერს დავთვლი ერთი ძალიან მაინტერესებს. აი ესე იგი დავიწყეთ 130-ით, ნუ ხეშად, ნუ აუზიც ალბათ ერთი 150 უნდა ჩავთვალოთ დაახლოებით ალბათ. ხო, ეგრეა, კი, ასე. ვირაში ორჯერ მაინც რომ იარო, მე ახლა იმას ვერ დავთვლი, იმიტომ რომ იქ თქვენ უნდა გადაწყვეტოთ. გადასარევი კიტრის ნაფცქვენებს პირდაპირ. უფალაკეთებდა თავის დროზე. ჯერ კარგი ხოვრება. არსებობს X ბრენდის რაღაცა კიტრის ნაფცქვენის შემცვლელი, რომელიც ღირს ერთი თირკმელის ფასით. კი, ხო და მაგას გეუბნები. მოდი ახლა ისეთ მივყვეთ რა, ძალიან სკრუპულოზურად დეტალი. არსებობს ანტიცელულიტური მასაჟები, ეს არის ვაკუუმის მასაჟი, არის თაფლის მასაჟი. თითო მასაჟი აიღე მინიმალური 20 ლარი და ეს გამრავლე 10 პროცედურაზე. 10-200. ხო, 200 ლარი. ეს გეუბნები კარგი ცხოვრების პირობებში რა, მე რატო არ გამიკეთებია ეს მასაჟი? არც მე არ გამიკეთებია ეს მასაჟი, შორის არა, იცი, აი რაღაცა არ გამიკეთებია, ფიტნესით ყოფილვარ დაკავებული, აკვაერობიკით, მაგრამ ეს მასაჟი არასდროს არ მიყვარს. ხო, არა, საყვარელი ნამდვილად ძალიან მტკივნეულია, საშინლად მტკივნეულია. აი ეს მე და არ ყოფილვარ არასდროს სოლარიუმში. ხო, სოლარიუმი არასდროს ჩემ ცხოვრებაში. მე ყოველდღე მე ცოტა მეშინია, რატომღაც ეს ფობია მაქვს სოლარიუმი. მასაჟი ანტიცელულიტურზე, ანუ რეკლამიდან გამომდინარე ყოფილვარ და მართლა ძალიან ცუდი, ძალიან მტკივნეულია. და მართალი გითხრათ, არც ვიცი რამდენად ეფექტურია, იმიტომ რომ ისეთი კმაყოფილი ჯერ არავინ არ შემხვედრია მე პირადად. და ჩვეულებრივი, ანუ რელაქსაციისთვის მასაჟი ძალიან კარგია და ესე რა ვთქვა, რომ ყოველდღიურად ან ყოველ კვირაში დავდივარ, არა, მაგრამ იშვიათად კი. კარგი, შევაჩვენოთ ჩვენი ბიუჯეტი დროებით, რადგან სპენელი გოლდება ხაზზე. ხუსესმენები მოიმარჯვეთ, გამარჯობა, მოგესალმებით. ალო, მოგესალმებით. გამარჯობა. გასწორთ ეს ფრაზა ძვირად შესანახხალებზე. გილოცავთ მეორე ბავშვის შეძენას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. რაღაც დახმარება გჭირდებოდა, ხო, გვერდში დადგომა თუ არა? კი, გჭირდებოდა. რა საყვარელი ხართ რო დარეკეთ? გვარად არ ძალმით. ხო და აი მაინტერესებს უბრალოდ იგივე ძვირად შესანახხალზეა, ხო, საუბარი? კი. აი ეს რუსულ მომიტევეთ ხმარაზე პაგავრკას გამოვიყენეთ. და ვიტყვი რომ აი ჟენშინა დრუგ ჩელავეკა. აი მე მყავდა მე სულ სექსისტურ ფრაზებს გავარბივარ და თქვენთან დამასამარი. თითო რაკენ. ეს რა თქმა უნდა. ნახათ ვიდრე ქალი დამერწმუნდეთ რა, იმიტომ რომ ის დამყავდა ცოტა ისეთი. თქვენ ყავდათ ესეთი ქალი, რომელიც ძვირად შესანახე იყო? ძაღლიო. ხო, ვერ გავიგე ბოდიში. ძაღლი, რომელიც დამყავდა თეატრებში, კალათბურთზე, ფეხბურთზე, სახელად ერქვა ბაჯო, რობერტო ბაჯო. რატო დაკავდათ კალათბურთზე და თეატრში? ქალი თამაში რო იყო ამ ფეხბურთზეც ყავდა 0-0 რო დამთავრდა, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში. და რა უმერე? და თქვენ წარმოიდგინეთ, აი სხვათა შორის ეს ძაღლის პატე სამოგზაუროთ ასე სხვადასხვა ქვეყნებში ბევრად სვირიჯდებოდა ვიდრე ქალი. ეხლა ასე რა პარალელებს ავლის ქალს სამკაულებს რაც შეეხება კი რამდენიმე მოდით რა მამას ხუმრობათ მივიღებ, თორე მე როგორც ფემინისტი სუნამოზე მაქვს საუბარი. კი. და იგი აი მე მაგალითად ყველაზე მაგრად მიყვარს ქალში რომ როცა ის მოდის შემთან ერთად საჯირითო ცხენით სასროლეთზე სამოგზაუროს ასე ვთქვათ პაესკაში და ყველაფერში კიდევ ჟარგონს ვიტყვით მომიტევეთ და გისორებს. აი ესეთ ქალთან არაფერი არ გენანება რაზეა საუბარი და ყველაფერში ბოლომდე იხარჯები პიროვნებით. თქვენ უცოლო ხართ როგორც მივხვდი? რა ქვია ფინანსურადაც თავისთავად, რა ვიცი. და ყველაზე ის ერთი გავახსენდა კიდე უცოლო ბრძანდებით, ხო? დიახ, აი ეს შეიმას გავიხსენებ რომ რატო არ მიკვირს, რატო? დაახლოებით 16 წლის წინ იყო ესეთი სუნამო ზანზიბარი, საკმაოდ ძვირი ყიდა 240 ლარი. მომეწონა რაღაც ისეთი ეგზოტიკური სუნი ქონდა. სახელიდან გამო ბევრი ვიყიდე. იმ წლებში სამსახურში აი უკვე მე შევწუხდი, სულიად უცხო ქალები მოდიოდნენ სხვა განყოფილებებიდან და უცებ რომ დაგსუნავენ და ვაიმე რა სუნია და ის და უკვე ცოტა უხერხულობის განცდა მქონდა. იყო ეგეთი. ანუ ყურადღება მიიქცია. ცოტა უხიმის მერე ასე ვთქვათ, ოდეკალონის მზაფრად დასხმას ვერიდები. გაიხარეთ, დიდი მადლობა. კარგი, მადლობთ რომ დაგვირეკეთ. დიდი მადლობა, რა ვიცი. მადლობთ ხუმრობებისთვის, ნუ დამუჯდებით. ამას ქვია მიწათ გაგვასწორეს. რომელი ხარ შენ? ძალიან გაგვასწორეს მიწათ და კარგი, გავაჩერეთ ეს ბოლო რაზეც ბოლოს რაზეც ვილაპარაკეთ, ეს ისეთი ყოფილა ესე იგი, ის რაც ვიღაცა სჭირდება, ვიღაცა საერთოდ არ იყენებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეს, შეიძლება რა გავაგრძელოთ რა არის აუცილებელი. ნუ სუნამოები თავისთავად ხადია.
ბიუჯეტს უძლებს. სუნამო არა, ჯერ დაიწყე ესა შამპუნები და ბალზამები. ხო, კარგი, მითხარით, მე არ ვიცი ეს. იცი რა, მე მოდი ვიტყვი ესეთ რაღაცას, მთავარი ერთ-ერთი ყველაფრის ამ ყველაფრის მიზეზი რომ თავს მოუარო, უნდა არის რაღაცის мотиваცია, აუცილებლად. ჩემთვის ეს, აი мотиваცია გჭირდება იმის რომ არა, შამპუნის არა, აი ზოგადად. мотиваცია რა, ნუ შენ ყველას მოსწონხარ და გეუბნება რა მომხარ, ეს არა მაგაზე არ ვიცახი. აი რაღაცა უნდა ყავდეს გვერდზე ადამიანი, ვისთვისაც გინდა რომ იყოს სასურველი, რომს არ ყავდეს გვერდზე ადამიანი, გაქვს რაღაცა შენი პროფესია ისეთი რომ გინდა რომ იყოს სუ ფორმაში. იმიტომ რომ მე მქონია პერიოდი მაგალითად, როდესაც აი არ მქონია სამუშაო, ანუ არ მქონია არც რეპეტიცია, არაფერი და იმ პერიოდში ვარ ხოლმე აი ძალიან რაღაცა მოშვებული, მოდუნებული. მე რაღაცა მომენტში ჩემ თავს მქონია რომ შეუძახებ, რომ ეხლა შენ გჭირდება აუცილებლად ფორმაში მოსვლა და ისტერიულად ვიწყებ ხოლმე ვარჯიშს. აი ხდე რაღაცა мотиваცია არის ამ ყველაფრისთვის, ესე მგონია მაინც საჭირო. არა, საქმიანი. თქვენ იმიტომაც ხართ, ჩვენ სტუდენტები ორივე გჭირთ ხართ მსახიობი, თქვენ ნუ მოდელობთ, ათასი რაღაც გადაღება გექნებათ და რაღაცა სულ გჭირდებათ ფორმაში ყოფნა. გჭირდება ფორმაში. შენ ქონია პერიოდი რომ რაღაცა მიუშვი ასე ვთქვათ და ნაკლებად. ფიზიკურად არ მოგს დრო ეგეთი პერიოდი რომ მიუშვო თავი, იმიტომ რომ სამსახური სულ მაქვს, გადაღებაც სულ მაქვს და იმდენად მიწას ყოველდღიურად ხალხთან ურთიერთობა რომ ფიზიკურად ვერ მოვეშვებ. ჯერჯერობით ჩემს ეს. გამძლელი არ არის ეს. აი ერთი დღეს გიზარება რაღაცნაირად გაპრანჭვა მაკიაჟის გაკეთება. მაგისთვის არსებობს დიდი აქსესუარი. იყო ახალ გაღვიძებულ ფორმაში სულ რაღაც ვთქვათ. არ ხო გინდება ესეთი რაღაც ადამიანს. კი აუცილებლად განსაკუთრებით თუ მიებნება ხოლმე თქვა აი გადაღება, სპექტაკლი, აღარ გინდა არც გრიმის გაკეთება, არც მაკიაჟის გაკეთება, არც თმის დავარცხნა, არის ზოგჯერ ესეთი რომ ნუ ხა მე იმას არ გულისხმობ რომ ღამის პერანგით უნდა იარო, მაგრამ ნუ ან იმდენად აღარ აი გინდა რომ დაასვენო ყველაფერი, კანიც, სახეც და სხეულიც. კიდევ ერთი მსმენელია. კიდევ ერთი მსმენელია და ხო მე ამ საქმესაც რა თქმა უნდა, გამარჯობა მოგესალმებით. გამარჯობა ბატონო დავით. გამარჯობა. მე ვინდა თქვენ შეგახსენოთ რომ ბრძანეთ მამაკაცისათვის მთავარი არის ქალის სურნელი და არა მისი სუნამოს სურნელი. დიახ. მართალი ბრძანდები. თუმცა ძალიან იშვიათად თუ იპოვით ქალს თავის სურნელით. დღეს. ხო, ესე იგი ვისი არის ხოლმე რომ ესე იგი ქალი იპრანჭავს თავს თავისი სურნელებით რაღაცებით, მაგრამ ფაქტი რო დადგება მამაკაცი გრძნობს მის სურნელს, სხეულის სურნელს, მის სუნს და ასე შემდეგ. დიახ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ქალის თავის მოვლაზე და აი ამ არ ვიცი რა დავარქვათ, სიდნელებზე და ხარჯებზე და ყველაფერზე როგორ შეიძლება ისე გავაკეთოთ რომ ვიყოთ მუდმივად ფორმაში და არ გავუჭიროთ ცხოვრება არც საკუთარ თავს და არც ხო, მაგრამ აი ვიცვლიდით რაღაცაზე გავჩერდით, ხო? ანუ ფიტნესი დავიწყეთ. ეს ფიზიკური აქტივობები და ფიზიკურად მოვრჩით. ეხლა ნუ თმის მოვლის საშუალება ჩაწერენ თვეში 50 ლარი. ნუ სალონში სიარულს თუ არ ჩავთვლით, თვეში სალონში სიარულს. თმის შეღებვა ამბავი. თმის შეღებვა ვთქვათ, არა, ფიქრები რაღაც არა, 250 ლარი მიაწერე. ოჰო, მსმენელია ხაზზე მიშველეთ ვიღაცა. გამარჯობა მოგესალმებით. გამარჯობა. ერთი სუნამო იმიტომ უნდა ქალებს რომ დამალონ თავისი შინა ისა თავისი ბუნებრივი სუნი. დიახ. თორე ბუნებრივი ხალხს რომელიც სუფთარი იმას სუნამო არ ჭირდება. სუნამო ეგ ერთი და მეორე კიდე მე შორიდან ვათხოვდი. ხალი ჩემი იქნებოდა თუ არა. როგორ? მასწავლეთ. უნდა საყურე. და უნდა მდგარიყო ძალიან დაბალ ქუსლზე, ან უქუსლოზე. ვერ მიხდი ან თუ უქუსლოთ იდგან დაბალ ქუსლზე, მაშინ უჯეროებზე უნდა იყოს. დიახ. მაღალი ქუსლიანი არა. თუ მაღალ ქუსლზე არის, მაშინ ეს თქვა პათოლოგია. ის სექსუალურად არ ვარგოდა. კარგად ძანდებოდით. გასაგებია. დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ. მაღალ ქუსლზე, არა, მაღალსაც გააჩნია და ქალის სიმაღლესაც ალბათ. დასაკურველი ეს უბრალოდ ამ ბატონის სუბიექტური მოსაზრება იყო, რომ საყურე უნდა ყოფნა და ყურზე აუცილებლად და დაბალი ფეხსაცმელი. კი ბატონო, გავაგზავნე. აი, ვერანაირად ვერ ვჭდები. პარამეტრები მაღალი ქუსლი არ მიყვართ, მაგრამ ნუ ქუსლიანი. ჩაცმადახურვამდე არ მივიდეთ? არა, ჩაცმადახურვა ცალკე არის კიდე. ეს ქალის მოვლაზია ლაპარაკი და ჩაცმადახურვა. გავერთიანოთ უნდა ხარჯი. მაშინ ძალიან ძვირი გამოდის. არა, გააჩნია რაღაც საშუალო გამოიყო. ესე იგი, თქვით რა, თმის მოვლა სალონში სიარული. ნუ სალონში სიარული გულისხმობს ალბათ კოსმეტოლოგთან კონსულტაციასაც ზოგი შემთხვევაში. ეს ყოფილი 250 ლარი.
ნაკლებად გინდა? ძალიან ცოტა 250 და მიაწერე 350. დღეს საშუალოდ თბილისში კარგ სალონში, კარგ პრესტიჟულ სალონში რო თმა შეიღებო 80 ლარი გინდა. მინიმუმ საშუალოდ. ისე ფერსაც გააჩნია ხა შავს უფრო 80 ლარი ყოფნის ნამდვილად თავის საღებავიანად. ინა ხო ბერავენ ცოტა ბიუჯეტს. არა, ბერავენ არა აკლებენ, იმიტომ მოკლე შავ თმას კი ეგთან ხა უნდა, მაგრამ გრძელ თმას შავ იქნება, კი არა იქნება 200 ლარზე ნაკლებად ვერ შეიღება. ხო, არა. საშუალოდ. მაგანა. ხო, ნუ ეს ლაპარაკი. არა, ჩვენ გვაქვს პრესტიჟულ სალონები. არ დაგწვალე, ხო, როგორც მინიმუმ. კარგი, თუმცა არსებობენ ისეთი სალონებიც, რომელიც არაჩვეულებრივად და არანაკლებად მუშაობენ ვიდრე პრესტიჟული სალონები. არა, ამის გვერდზე ამ ყველაფერს ჩვენ ჩამოვწერთ და ძალიან გავამარტივებთ მე ამ ყველაფერს. კი, მე გავამარტივოთ რა. ეხა მსმენელია და მე კრემებზე გადავიდე. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. აი ძვირად შესანახი ქალი. კი, ხსენიათ ეს ფრაზა. მინდა ახლა ძვირად შესანახი ქალი რაღაც ძალიან ცუდად გერს როგორ მიყვარხართ? ძალიან ცუდად ისმის. კი, გეთანხმები. თანაც მამაკაცი რო გამოვიდა რა ხა ზახსავატარებდი თან. ხო. თავის ხობია კატალოს რამდენი ცუდა მაგრამ. ეხლა ქალისა და ბოდიში გამეთხოვია, ძაღლი შედარება რა ვაშე. იხუმრა მეთორე მე ხა ხუმრობით შეიძლება. აბსოლუტურად გეთანხმებით ნამდვილად, იმიტომ რომ შეიძლება მანდილოსანი და ეხლა სუმზე. რა მე 77 წლის კაცი ვარ. ახლა სხვაგან არ ყოფილვარ, მაგრამ რუსეთის ფარგლებში მეღვინე კაცი ვარ და მემუშავეა და სხვადასხვა დონის საზოგადოებაში მქონია საქმე. ესე იგი, რა არის იცი? ყველაზე კარგი სუნია ქალს რო არის სუფთავის სუნი. აი სუფთავის სუნი. ახლა ერთ ტონა დაბა იმაში რო იბანაებ, რა შანელ ნომერ 5-ი. ეს მზაფრი არ ვარ, რაღაც არც უნდა გესმოდეს ისე ხორიდან უნდა მოდიოდეს. სუნამოსული რო არც უნდა გესმოდეს. უნდა იყოს სუფთავის სუნი, უნდა დიოდეს მოდიოდეს. გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა დაგვირეკე და მხარი და დაგვიჭირეთ თორე რაღაცა ისე კიდე ერთი ისე სხვადასხვა გამოჩნდა რომ ამდენი სუნამოზე ბევრმა გაამახვილა ყურადღება და გამოჩნდა რომ უმეტეს შემთხვევაში იმ ძირითად შეცდომას უშვებენ სუნამოს მარაბით რომ შემაწუხებელ სუნს ან ბევრს ან ისეთ სუნს რომელიც უბრალოდ ძალიან მძაფრად ხვდება როცა მის გვერდით ვარ ხო ეს შეცდომა არის ერთ-ერთი ხო სუნამოზე ცალკე ქონა გადაცემა და ნუ შევთანხმდით რომ სუნამო რომელიც შენ გცემს სუნამოს სუნი ხა მძაფრად კი არა საერთოდ გაწუხებს უკვე არ არის შენი სუნამო და წარმოიდგინე ხა სხვებს რა დაემართებათ ზოგჯერ ისეთ შეგრძნება გაქვს სუნამოს რომ ისხამ დააყვება რაღაც ბზიკების ნაკადი ისეთი შენ მიუღებელი. კაი გავაგრძელებ დათო. კრემები სუნამო ერთად ხა თვეში ერთხელ პრინციპში არ გჭირდება ამის ყიდვა. ხა გააჩნია კრემს თვალის გარშემო კრემი გჭირდება თვეში ერთხელ, მაგრამ ხა აქ უკვე ასეც მოდი 30 წლის შემდეგ ვიგულისხმოთ, იმიტომ რომ ალბათ ნინო თვალის გარშემო კრემი ჯერ ნამდვილად არ გჭირდება, დარწმუნებული ვარ. იქ თავისი მაკიაჟი მოდი თვეზე ვივარაუდოთ თქვა 300 ლარი, იმიტომ რომ ეს ხო თვეში ერთხელ არ გჭირდება. და შესაბამისად იცი რა არის აი ხო გეუბნებით მე სხვადასხვა ის არის რა სხვადასხვა ვიღაცა ვთქვათ ამაში ხარჯავს თმის გამოვლაში ნაკლებს ვიღაცა იმაში აი ესე ვერ იტყვი მე მაგალითად პირადად ჩემთვის სახისკანს რაც შეეხება იმდენად ალერგიული სახისკანი მაქვს რომ აი მქონია ხშირად ძვირადღირებული კრემი რომელიც ვერ მიხმარია იმიტომ რომ გაუღიზიანებია სახისკანი და უბრალოდ ჩვეულებრივ ვთქვათ ნივეას კრემს ან არც თუ ისე ძვირადღირებულ რაღაცა კრემს კრემი მომხდომია. ამიტომ აი ეს ინდივიდუალურია ეს. ხო და ამ ჩავწერო და მე ნახოთ როგორ შეიძლება ეკონომიკურად სახისკანზე მე იმდენად დიდი პრობლემა მაქვს, რომ ალბათ მაგაზე უფრო ყველაზე მეტი თანხის დახარჯვა მიწევს, იმიტომ რომ გადაღებებზე შეიძლება თმისლაკი დაგასხან სახეს და მეორე დღეს დამწვარი სახით გაიღვიძო, ან ისეთი სავზე. ამიტომ სულ დღეში მაქვს სახისკანი და მუდმივად მიწევს ამაზე უფრო მეტი თანხის დახარჯვა, ვიდრე სხვა დანარჩენს. ჩავწერე. კი ბატონო, ეხლა გადავდივართ, ნუ ეხლა ის body lotion-ები და რაღაცები ასევე არ გჭირდება ესეც თვეში ერთხელ ნამდვილად არ გჭირდება და ეხლა სირცხვილია რომ თქვა რომ ეხლა თვეში ერთხელ. ნუ
წელიწადში 3-ჯერ ყიდულობ, მაგრამ გავყოთ 12-ზე. 3-ჯერ არა, მეტჯერ ყიდულობ წელიწადში. 3-ჯერ ხდა ნაკმევის მოგივიდა ცოტა. ხო და იმაში შევიდეს, მოდი ტუში, რაღაცა, პომადა, ამბავი და 1-200 ლარი მაგასაც მიაწერე. ძალიან ბევრია. მე არ მოვაწერ ხელს ამ ბიუჯეტს ვეღარ ტანსაცმელი აღარ გვინდა და ეხლა შეკრიბე. ტანსაცმელი აღარ გვინდა. კი ბატონო 500, 850, 1050, 1200, 1330. ეს არის ტანსაცმლის გარეშე. 1330 და იმ ხარჯების გარეშე ხო გადაადგილება გინდა, ბენზინი გინდა რა. ეს არის საშუალო ბიუჯეტი თან, ამაზე მეტიც რასაკვირველია. არა, ამაზე მეტი შეიძლება და ამაზე ნაკლები. ეს არის რაც სასურველია. ეს არის ხალი, რომელიც მუშაობს და აქვს კარგი ხელფასი. ნუ ვიტყვი რომ 5-ამდენი მაინც. არა, 5-ამდენი არა, დამიჯერე რომ მე მაინც ვახერხე მაგის გაკეთებას 5-ამდენი არა მაქვს და ჩემი ფული თოღონ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამას ხალი აკეთებს თავისი ფულით, ეს ჩემთვის არის ძალიან მისაღები. მაგრამ თუ ამას ხალი აკეთებს მამაკაცის დახმარებით, მაშინ მიმაჩნია რომ მის მიმართ მისთვის გამიზნული მისკენ მიმართული სექსისტური ფრაზები არის სრულიად გამართლებული. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მისკენ მიმართული იქნება სასაკუთრებად სექსისტური ფრაზები. ახლა შეიძლება იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი ჰარმონიული სიყვარული წყვილს შორის და უბრალოდ მამაკაც სურდეს ამ ფულის დახარჯვა. ხადია, მაგ შემთხვევაში ხო, რა თქმა უნდა, ხა მაგ შემთხვევაში რაღაც კი მაინც ამოაძახებს რაღაცას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო და მაგ იცი რა და მაშინ უგაგვიკვირდება, მოდი. და მე ერთი რაღაცა მინდა კიდევ თქვა, იმიტომ რომ ჩვენი მსმენელების ძალიან დიდ ნაწილს ალბათ ეხლა რომ ამ თანხას რო შეავლეს თვალი, ნუ ძალიან ბევრი ადამიანის ალბათ მიუღებელია. წარმოუდგენელია რა თქმა უნდა, ამიტომ მე მინდა რომ თქვა რომ ბებია ჩემი, რომელზეც მე ვგიჟდებოდი და იყო ყოველთვის ძალიან მოწესრიგებული და არაჩვეულებრივი გარეგნობა და ქონდა არაჩვეულებრივი თმა, არაჩვეულებრივი სახის კანი და იყო ყოველთვის მოვლილი, ყოველთვის უარყოფდა ხოლმე აი ესეთ ძვირადღირებულ ბევრ რაღაცებს. გავაკეთეთ პარალელი, დათო დაიმახსოვრე რა არის? დაახლოებით კი. მსმენელი გველდება ხაზზე მიმოსულში მოგინიშნო. გამარჯობა, მოგესალმებით. ამ ყველაფერს ახლა დავიყვანთ 20 ლარზე. ალო. გამარჯობა, მოგესალმებით. ალო, გამარჯობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა ამ გადაცემისთვის. იცით აი ესეთი უბრალოდ ესეთი შეკითხვას ავით მას იცით რა. აი, როდესაც ახლა სულ ამაზე საუბრობთ თქვენ და ამასთან დაკავშირებით და ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ. იცით აი, როდესაც აი სულ ამას ხმარობს მანდილოსანი, ეს ძალიან კარგია და მე მივესალმები. იცით, ხომ არის ასეთი, რომ ძალიან მძაფრი სუნით არის უფრო ლაითი და ასე შემდეგ. და იცით რა შეასაქმე? აი, როდესაც პროდუქტთან აქვს დაკავშირებული, იცით, აი, პროდუქტს ყიდულობს და მოგათმევს პროდუქტს, აი, ნუ მაგალითად იქ პეჩენია და ამ დროს არის გადასული სულ ამოსული, აი, ამ აი, ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს მანდილოსანი, რომ არ მოხდეს აი ასეთი რაღაცა შემთხვევა. მადლობთ რა მაბადი. დიდი მადლობა. იცით რა, ჯერ ერთი, როდესაც სუნამოს დაისხა, მე ხა ვიზვაზიარებ ჩემი ერთ-ერთ გლამურულ ჟურნალში მუშაობის გამოცდილებას. სუნამოს რომ დაისხა, აუცილებლად ხელები უნდა დაიბანო, იმიტომ რომ ის ხელზე რო არ გადავიდეს, ის მე მახსოვს და თუ ყველაფერი რა არის. ხედავე რომ ჩურჩულებ მაგ. ხო და ეს არის გამოსავალი, რომ ხელები უნდა დაიბანო სუნამოს დასხმის შემდეგ და მე მგონი პრობლემა მამითი გადაიჭრება. მოდით ახლა გოგოებო, ეს ყველაფერი ძალიან გავამართლეთ. ეს სწორედ მიუთითე, აქ მგონი რაღაც შეცდო თმა იყო ეს თმის მოვლის? არა, გინათვალე, ეს იყო თმა თავისი იმეებით, რა ქვია, ტანის კრემებით, ეს იყო ყველაფერი აბაზანი. აბაზანი. კი ბატონო, გამარჯობა, მოგესალმებით ერთი მსმენელის და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. და მე გავამარტივოთ ბიუჯეტი. მოგესალმებით. გამარჯობა. მე მგონი თქვენი ისა გაანგარიშება იყო პირველ რიგში უნდა დაიყოს ალბათ ქალების სხვადასხვა კატეგორიად. ცხადია, რა თქმა უნდა. დაუშვათ გათხოვილები, გასათხოვრები და ასე შემდეგ. რატო გათხოვებას მოვლა და მათი ეს ეკონომიური გათვლა სულ სხვანაირად ჩამოყალიბდება. გათხოვილის? გათხოვილისა დაუშვათ სხვანაირი ისჭირდება, ესე მგონია გასათხოვარს. ერთი წუთი დავკონკრეტეთ, გათხოვილს სხვანაირი მოვლა ჭირდება თუ გათხოვილს რახან სხვა პასუხისმგებლობები აქვს და სხვა პრიორიტეტები, ამიტომ სხვანაირად გაანაწილებ. რა არის, იცით, გათხოვილი ქალი, როცა მიეჩვევა მისი მეუღლე, ესე ვთქვათ, გარკვეულწილად ერთი და იგივე ტონალობას, ის დუხი იქნება თუ რაღაცა, ყოველთვის ცდილობს ერთნაირად იყოს.
ეგეთი მეორეც ერთი თქვენ დაანგარიშებაში უნდა ჩაიდოს ალბათ ყოველწლიური დასვენება ზაფხულის პერიოდში. არა, ჩვენ ამას ვლაპარაკობთ უბრალოდ თავის მოვლაზე, თორე დასვენება და ტანსაცმელი რო ჩავდოთ ამაში დავიღუპეთ. პარფიუმერს ვიძახი, იმიტომ რომ ტანსაცმელს არ ვიძახი. დასვენების დროს ხო დაამატებითი პარფიუმერია საჭირო კიდე. მართალია, სწორია, მზისგან დამცავი კრემები. ლევის იმედად ხო არის? დედა რა, ყოჩახ თქვენ კარგად ისე იგი გაუწრფნი ხართ ბჭყალებში მეუღლეს დიდი მადლობა. კიდევ ერთი რაც თავარია ქალმა ისწავლოს სუნამოს შერჩევა და მისი უკაცრავად ცხების სისწორე რა ადგილას უნდა იმას აქნას დაისხას ესე ვთქვათ სუნამო და როდის არის იცი აი სიამოვნება ერთი რომ ლიფტში როდესაც შედიხარ და გრძნობ რომ იქ ქალია ნამყოფი ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ. დიდი მადლობა. კიდევ ერთი და მე გავამარტივოთ და ცოტა ხანში კიდე შემოვუშვებთ. მოგესალმებით. ალო. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. ალო. დიახ, გისმენთ. რა კითხვა მაქვს იცით? აი, როდესაც ოჯახია, ქალი და მამაკაცი, რა თქმა უნდა, სასურველია და ძალიან კარგია, როდესაც ქალი თავის ფულს ხარჯავს. რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც ოჯახია, იქ უკვე განა მნიშვნელობა აქვს ქალის ფული ხარჯება. არა, მე ეგ არ მიგულისხმია, ნახეთ, როდესაც ეს შენი ფული აკლდება, ვთქვათ, შენ შვილებს, მაგ შემთხვევაში ვიგულისხმე და შენ ამას უბრალოდ მამაკაცის ღებ თუ შენ გაქვს იმის ფუფუნება, რომ შენ თვითონ მოუარო თავს, ბევრად უკეთესია. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს სხვა რაღაცეების ხარჯზე. ეგ ვიგულისხმე, არ მეთანხმებით? დიდი მადლობა. თავისთავად ცხადია თუ დადგა შეკითხვა გადავიხადო შვილის განათლების ფული თუ ჩემი სალონის ალბათ აქვს თალსა. არა, მაგაზე ჩარვლაპარაკობ. მე უფრო ისეთ პროზაულ თემებზეც ვლაპარაკობ. ხა საერთო ბიუჯეტის დროს შენ 1700 ლარის ინვესტიცია ჩადო შენ უცელული და კანში ცოტა უხერხულია საერთო ბიუჯეტის დროს და თუ შენ გაქვს ეს შენ ამის ფუფუნება ეს არის არაჩვეულებული. კი ბატონო, მოდი განვიმართებთ ხა დავიწყოთ ფიზიკური აქტივობა. ფიტნეს და აუზი. გადასარევად არსებობს ტელევიზორის საშუალებითაც აღარ ვლაპარაკობ ინტერნეტზე. არის უამრავი ვარჯიში, სადაც რომელიც შეიძლება ჩართო, დაიმახსოვრო, ვიდეო გაკვეთილი. გააკეთო სახლში ვიდეო გაკვეთილი და ამაში თეთრი არ გადაიხადო. 0 ლარი. და ერთი რაღაც მინდა ვთქვა, ეს არის ჩემი გულის ტკივილი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რატომღაც აუზი არის ძალიან დიდი ფუფუნება, იმიტომ რომ ძალიან ძვირია აუზზე ერთჯერადად შესვლა. ნუ აი ნებისმიერ ევროპის პატარა სოფელშიც კი 5 ევროს იხდის განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში და არაჩვეულებრივად შეუძლია ადამიანს შევიდეს და იცურავს. აი რატო არის ესეთი პრობლემა ჩვენთან რომ ყაზმია მთელი თბილისი არის წყლის ქალაქი. რატო არ შეიძლება რომ ამ ქალაქში გაიხსნას რამოდენიმე ისეთი აუზი, სადაც არ დაჭირდება ადამიანს მთელი ხელფასის დახარჯვა და გადაიხდის რაღაც ადამიანურ თანხას იცურავებს და გამოვა იქიდან და იქნება მოვლილი და სუფთა. ეს არის სერიოზული პრობლემა და უნდა გაკეთდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირს აუზი დღეს თბილისში და ფაქტიურად ნუ წარმოუდგენელია თუ არ გაქვს ძალიან დიდი ხელფასი ადამიანი ვერ მიცემ შეთავაზებას. თან თუ ცურვა გჭირდება ზუსტად ვერაფერ ჩაანაცვლებს. გჭირდება ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით მოზარდებს, რომლებსაც აქვს ხერხემლის პრობლემა და ზოგადად ცურვა არის ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიში, რაც ჩვენთვის არის ფუფუნება და მე ვფიქრობ, რომ ფუფუნება არ უნდა იყოს ყველასთან ფიტნეს კლუბში. თქვენთან არ არის. ჩვენთან აუზი არ არის. აი მის გააკეთე. ნუ შეიძლება თუ ცალსახად ცურვა არ არის აუცილებელი რაღაცნაირად იაფად სირბილით ჩავანაცვლოთ თუ ცალსახად არ არის. ადექი და ჩაანაცვლე უკაპიკო სირბილი იმაზე. უკაპიკო სირბილი არა უშავს ბილიგზე თუ არილებენ და წინ დიდ მონიტორზე ლამაზე რაღაცები. მასაჟი. ისე არსებობს გადასარევი ანტიცელულიტური კრემები, რომლებიც ღირს შედარებით იაფი. ეს არის სააფთიაქო ფირმები, ხა არ მინდა ვთქვა, მაგრამ ნუ არ მგონია ვიში რეკლამაში ჩამითვალ. ნუ არის ძალიან ბევრი სააფთიაქო ფირმების ანტიცელულიტური კრემები, იყიდი ყოფნის 5 თვე. არსებობს კიდე მასაჟორები. მეგობარს ხო მასაჟი გაკეთოს. ბავშვმა 2 ლარად არ შეიძლება? მეგობარ პარტნიორს გულისხმობდი. თუ პარტნიორს ეთხოვე კი ბატონო რა. ცოტა ისწავლოს ახლა ფლად რო არ დაგიწყო. მოგეთ მასაჟი შეგვიძლია სადღაც 50 ლარამდე დავანაცვლოთ. კი. მე ხარ დედაჩემ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა კარგად ამყოფოს და ცხოვრების არც ერთ ეტაპზე გაჭირვებაში არ უცხოვრია, თმას იღებავს თვითონ, ფრჩხილებს
გადასარევად იკეთებს თვითონ. ოღონდ მართლა შვენი ერთ-ერთი თმას იჭრის და რა ვიცი, ისიც სულ დამძინის, რატომ მიდიხარ თმის შესაჭრელად რაღაცა და იხდი 50 ლარს, თორსა 10 ლარს გადასარევად იჭრიან. ასე რომ ეს შენი 350 თქვენ ამდენად სალონში სიარული ზოგადად რაღაც ხალხი ცხოვრებაა კიდე მგონი, იმიტომ რომ იქ არა მხოლოდ ეს ზოგადად არის. აი მე რა და ცხოვრების წესის ერთ-ერთი ნაწილია ზოგ შეიძლება არც სჭირდებოდეს, მაგრამ ნუ აქვს საშუალება და დადის რა, ვიცი რაღაცა რომელიც არ სჭირდება, მაინც რამეს მაინც გაიკეთებს და ჩაითვლება რომ ის მივიდა და რაღაც თვითონ დაიკმაყოფილებს თავს რაღაცით ხო ცხოვრებისეული, იმით იყენებს სალონს ხშირად სალონში სიარულს. მინა ახლა მე პირადად არ ვიღებავთ მას საერთოდ, მაგრამ არც ნუ შეჭრა არ მჭირდება უბრალოდ, ანუ რაღაც თუნდაც ხასიათი, უბრალოდ რომ იღვიძებს უთხრა ხასიათზე, სალონი რაღაც ხასიათი გაბანებს. აი დაახლოებით მაგ ვარიანტია. შეიძლება ფრხილის ფერი შეიცვალო, რამდენჯერმე ფორმა შეიცვალო და უბრალოდ კარგ ხასიათზე გამოდიხარ, ის პატარა ცვლილება მაინც რა შეგაქვს საკუთარ თავში და ამიტომ ეს რაღაც სალონში სიარული უფრო ინტენსიური შეიძლება იყოს. არა მეც დავდივარ სალონში, იმიტომ რომ ამის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია, როცა გიწევს სცენაზე ყოფნა და გადაღება მით უმეტეს რომს არ კონდეს, ნუ თვეში ერთხელ თმის მოვლას საჭიროებ აუცილებლად. ნუ აღარ გულისხმობ ხელილების და ჭრილების. თავისთავად კიდევ ერთ მსმენელია ხაზზე, გამარჯობა მოგესალმებით. ალო. გამარჯობა. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. ქალი შედის დუშის მისაღება და ქმარი ეკითხება. გაჩვენე დუშ. This is just tomato guidius. How do you know that it's a hallam? Madlovt. James Aquarelena the guys. Sexy story anecdote. დიდი მადლობა ხუმრობა იყო ეს სკოლა. ესე იგი ჩვენ 350 ლარიანი სალონი შეგვიძლია დავიყვანოთ ჩემო ოქრო, ცოტას თუ გავიჭირვებთ, საღებავის ფული მხოლოდ და მხოლოდ ლაქის ფული, რომელიც ჩვენ შეგვიძლია თმა სახში არ შემიძლია შევიღებო როგორც შამპონს ვისხავთ ამზე ისე როგორ რა თქმა უნდა შეიძლება, ნუ გააჩნია როგორი რა ტიპის მელირება სახში ვერ გაიკეთებ მაგალითად. არა, ხო რაღაც ჭაღალი შემოძალა და იქნება რაღაც ცადომე თვითონ მეთქი. სალონ შადმაკ სალონის ფული გადაწყდა. მიდი დაიყვანე 30 ლარზე სალონი. კი ბატონო, აიყოს 30. რამდენი გვაქვს? 30. არა, ჯერჯერობით ისე მიდის საქმე რომ საერთოდ ამოყარეთ ყველაფერი. კაპიკები 200 ლარი რა. ხო და ნუ რაღაცა მასაჟი შეიძლება ვისაც არ აქვს საერთოდ თუ იზუნძულებს და ირბენს ადამიანი და ივარჯიშებს მასაჟი საერთოდ მე ვფიქრობ რომ არ დაჭირდება ადამიანს რომელიც ყოველდღიურად ასე დავედით 50 ლარი. დაახლოებით 50 ლარზე ჩამოვიდა. ანუ თავის ეხა იგივე ნუ ესეთი ცოტა უხერხული თემაა, მაგრამ იგივე ეპილაცია შეგიძლია დიოდურ ლაზერზე არ გადაყარო თქვა 100 ლარი და არსებობს ბუნებრივი საშუალებები სახლში ბებიების რეცეპტით და გადასარევად. ანუ მე მაგას ვამბობ რა, თუ თავის მოვლა გინდა ადამიანს ბებიაჩემ მაგალითად რა ხილით შემოდიოდა ყველაფერს იდებდა სახში. აი ზუსტად ეს ამის მამინდო და მე და არაჩვეულებრივი სკრაბია სახის გამწმენდი პრესის ყავა, როდესაც ყავას მიირთმევს და რჩება ნალექი, აი ამ ნალექს ვისვამთ ხეზე და არის არაჩვეულებრივი სკრაბი, რაც ძალიან საკმაოდ ძვირიღის, ეს არის ბუნებრივი სკრაბი, რომელიც არაჩვეულებრივად წმენს სახეს და თან ზეთოვანია ყავა და აი შემდეგ არის თითქოს უკვე კრემია წასმული სახეზეს და ტანზეც ის არაჩვეულებრივი. არა, ყავაჯობია, იმიტომ რომ ყავას აქვს მზეთი, ყავის ცხიმია, რომელიც ამ სახეს არ აშრობს და არის არაჩვეულებრივი და რაც შეეხება განსაკუთრებით ნათალი გამომაყენებინათ რამაში აწაშებს. ნათალი არის არაჩვეულებრივი შუბლზე და სახეზე, ასევე ატენიანებს განს? ატენია, როდესაც თქვა მე ხშირად ვაკეთებ ხოლმე ამას, აი მარწყვს თქვა ვიყიდი და რეცხავ, რომ ხო რჩება იქ რაღაცა ნაწილი, რომელიც არ ვარგა ეს არაჩვეულებრივია სახის კანისთვის ეს მარწყვის ნიღაბი, ასევე პომიდორის ნიღაბიც არის არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ წმენს სახის და ასუფთავებს. სუნარჩენებით გაგვიყვანე ფონდს. აი ბებიაჩემი მართლა ხმარობდა ამას და ამბობდა რომ ამაზე საუკეთ თაფლის ნიღბებს ხმარობდა, თაფლი და კვერცხი თუ არ ვწდები რაღაცებს აკეთებდა ხოლმე. შეც გამიყენებია ეს ბუნებრივი მეთოდები იყენებ ხოლმე. თუნდაც საუნაშიც ანუ იქაც იყენებენ აუცილებლად ჩამოგიტანენ ამ ყავის ნალექს, ან დაუცილებლად ანუ სუფთა კარგი ყავა უნდა იყოს და ნალექიანი რა ეს კარგი ნალექი ქონდეს და ის შემცველობა რაც ახსენეს ხო ის გამოიყენა. და სხვა საშუალებებს კიტრი ყოველთვის ცნობილია ეს ბავშვებიდან ეს მშობლების რაღაც ნათქვამით კიტრის გამომიყენებია. რამდენად ეფექტურია ეს სხვა დანარჩენი ყავისგან განსხვავებით არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ყავა ეფექტურია. აი მე კიდე რა ვიცი, მე სულ მქონდა ბავშვებიდან
პრობლემა თვალების გარშემო სიშავის, რომ დავიღლებოდი რა რაღაცა და აი მართლა ძალიან ბევრი შანელის რა არ გამოთქვას და მე DHM-მა გამახსენა BBHM-ის მეთოდი. ყოველ დილას როცა დრო გექნება 10 წუთი მრგვალად უნდა მოჭრა კარტოფილი და დაიფინო თვალებზე. საოცრებებს აკეთებს. აი სახამებელს შეიცავს და ალბათ გამოაკ მე არ ვიცი საფხულში გავაკეთე და შეიძლება არ ვიცი იმიტომ რომ დასვენებული ვიყავი მაგრამ ნუ იყო წარმოუდგენელი ეფექტი ნამდვილად პირუმი კარტოფილი ხო? მუმი კარტოფილი ესე მრგვალად უნდა დაჭრა გათლილი ცხადია და ესე დაიფინო როგორც სათვალე თვალებზე. სმენელი გველდება ხაზზე გამარჯობა მოგესალმებით. ასე უკაპიკოთ მოული გავაცამტყერეთ მთელი ბიუჯეტი ძალიან მიხარია ეს ამბავი. მოგესალმებით. გამარჯობა. ალო. გამარჯობა. გამარჯობა გენაცვალე. არასოდეს არ მიხმარი არაფერი, არც ყებავი არაფერი აბსურდად და მაქვს არაჩვეულებრივი ძალიან კარგი სახის კანი და პურილი კანი. აი რა ვიცი როგორ ვთქვა და რაც შეეხება სალონში სიარულს კი ძალიან სიამოვნებს, მაგრამ შეიძლება თავისი კარგი და შეიძლება წელიწადში ერთხელ მივიდა რომ დამინახოს ხმების ჩემი სტილისტი კიდევ კარგი შენის არა კლიენტები არ მყავს რომ ამომიწყდებოდა ოჯახი შემშილითო წელიწადში ერთხელ თუ მივიდა ის რაღაცა შევცვალოთ მისვაც რომ თორე არაფერს აბსოლუტურად არაფერს არ ვიყენებ აბსოლუტურად და მაინც ფორმაში ხარ რა ვიცი რა ვთქვათ ახლა რა ვიცი ახლა ჩემთანაც ვერ ვიქებ და ფერიც კარგი მაქვს სახის და არც ერთი ნაუჭი არ მაქვს აბსოლუტურად ნაუჭი არ მაქვს და უნაუჭობა როგორ მოახერხეთ ალბათ გენეტიკა ეს გენეტიკაც არის აი ბუნებრივად აზრია აი ტუჩზე ჯერ საერთოდ პომადა საცხე არასოდეს არ გამიკეთები არაფერი არ შემიღები აბსოლუტურად ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ფორმაში ხართ კიდევ ერთი მსმენელი მოგესალმებით რა ჩქარა გავიდა დრო მოგესალმებით გამარჯობა გაითიშა ალბათ გაითიშა ალბათ. ორივესთან მექნება ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. თუ ატყობთ რომ თქვენი ცხოვრება, ნუ ისე შემოსავლების მიხედვით ისე არ მიდის, თქვათ რა საჭიროებაც გაქვთ ამ მომენტში, თავის მოვლისთვის მისცემთ თუ არა თავს უფლებას თხოვოთ მეუღლეს შეყვარებულს ვინც იქნება იმ მომენტში, რომ მარტო მხოლოდ თავის მოვლისთვის გაწეული ხარჯებიდან მან მიიღოს მონაწილეობა, ასე თქვათ, გახდებით თუ არა ძვირად შესაძნახი ქალი ხუმრობით რო თქვათ. თუ იტყვით უარს თავის მოვლაზე და არ თხოვთ ოღონდ სანამ თქვენ ეს თუ მოხდება ესეთი რაღაცა თუ თქვა რაღაც ამ ეტაპზე რაღაც ისეთი თვე არის რომ არ არის ეს შემოსავალი თქვა ისეთი რაღაც რომ არ დაგჭირდება ნუ სალონიც ისიც რაღაც მიჩვენა ისე ჩემთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ რაღაცა ის იმას რაც მე ვთვლი თავის მოვლას ვიღაცისთვის თავის მოვლა არის მილიონების დახარჯვა ვიღაცისთვის არის მე მაგ ჩემი არც თუ ისე ესეთი გაწელილი და დიდი ბიუჯეტი ნორმის ფარგლებში ვждები და ეს იმდენად დიდ კომფორტს ქმნის ჩემ ცხოვრებაში და იმდენად კარგია რომ ამის მოკლება ძალიან რთულია რა თქმა უნდა ეხა რაღაცა გამოუვალი სიტუაცია რო იყოს ნუ რაღაცა ეტაპი დგება ზოგჯერ ცხოვრებაში რომ ამაზე ფიქრი არ გინდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც მოვახერხებ, რომ ვთხოვო და აი ეს ჩემი რაღაცა პატარა ბედნიერების ნაპერწკალი არ ჩავაქ. ნინა, შენ რა სიზამ? სიამოვნებით ვთქო, სიამოვნებით. იმ წუთში გახდები ძვირად შესაძლებელი. რა თქმა უნდა. ნაი როგორ ის კალური. ეთერ შეიძლება თხოვნათ არ დაგჭირდეს. იმას შეამჩნევთ რაღაცა მაიკოს სალონში. ის თხოვნათ არის და თხოვნათ. შეიძლება ისე თხოვნა მხოლოდ გამოხედვით, რომ იმ წუთში არა, გამოხედვით არა. მაგალითად დათო აღმოჩნდა, რომ ირინა ერთი თვე არ ყოფილა სალონში. ხო გითხავ რა ვარ დადიხარ ირინა სალონში ხო კარგად ხარ აი არ გითხავ როგორც მინიმუმ მაგას გულისხმობ ხა შეიძლება თხოვნა არც დაგჭირე და ირინა გეტყვის ვიცი რაღაცა ამ თვეში არ მქონდა ესეთი ბიუჯეტი რომ ჩემი თავისთვის ვაიმე ირინა არ გადამრიო და შენ ყველაფერს გააკეთებ იმისთვის რომ ის წავიდეს ეს თავისთავად აი ამაში ნამდვილად ეს ბედნიერება ჯერ არ მქონია მაიკო გიხოთ ისე ვერ გაგიშვებ რო არ კითხო მოგილოცო მე ფელირის პრემიერა და მითხარი რას გეგმა უახლოეს მომავალში და ესე გაგიშვებ იცით არ ვიცი უახლოეს მომავალში რას ვგეგმავ, იმიტომ რომ არასდროს არაფერი არ ვიცი ხოლმე, უცბად მატყდება თავზე რაღაცა სიახლები, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგი. ამ ეტაპზე ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ვითამაშე სპექტაკლი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო და იმედია რომ მაყურებელიც ესეთი განწყობით არის. და ვნახოთ რა იქნება მომავალში, ჯერჯერობით არ. სად შეგვიძლია მსახიობებს ხვალდაზე დავგეგმოთ, ვერაფერს ვერასდროს ვერ ვგეგმავ. ძალიან ბევრი წარმატება ნინო, უნდა ატაროთ ღირსეულად, ხო? მთელი წელი სტატუსი, რომელსაც და ძალიან
თქვენი ასაკისთვის ძალიან ბევრი რამე საკეთებ და ძალიან დაკავებული ხართ და მე მინდა გისურვოთ წარმატება და ხوار გეგმავთ რამე კონკურსში მონაწილეობას. დიდი მადლობა, ჯერჯერობით არ მგონია. ამ კონკურსის მერე ესეთი ამბები მოყვა ამ კონკურსზე ჯერჯერობით მგონი გავშეკავებ. ხო, რა ვიცი. ზოგიერთ სტუდიაში ესე დაბარება და ლანძღვა მონდი უნდა გაგლანძღოთ ვარ მომწონხარ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა. ხო, ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო ეთერი. ჩვენთან იქნებიან სტუმრად ემიგრანტი ბავშვები. ნუ 99% ესე იქნება, იმედი არაფერი არ შეიძლება, რომელთა დედები ცხოვრობენ ამერიკაში და ისინი განსხვავდებიან იმ ემიგრანტებისგან, რომლებიც მუდმივად ჭკუას გვარიგებენ და თავიანთმა შვილებმა ამ დროს ქართული არის. ეს არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ იქაც კი საქართველოში, ჩამოდიან საქართველოში და მათი დედები ძალიან ბევრ კარგ ქართულ საქმეს აკეთებენ ამერიკაში. დაგველოდეთ აუცილებლად ხვალ, ჩვენ გკოცნით ძალიან ბევრს გეხვევით, ხვალამდე როგორმე მოითმინეთ, ვიცი ძნელია 24 საათი უჩვენოთ, მაგრამ რას ვიცით. მაია გელოვანი, ნინა ტავალიშვილი, ჩვენი სტუმრები, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის. გმადლობთ ყურადღებისთვის, გისურვებთ ლამაზ და მშვენიერ დღეს დროებით. Resort Kaleps.